ვაზის უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. სოფელს პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა. ახლა კილომეტრ-ნახევარზე მეტი გზის მონაკვეთი უკვე მოასფალტდა. მანამდე კი ორმხრივი სანიაღვრე არხები ეზოებსა და ჩიხებში შესასვლელები გაკეთდა. სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად დაათვალიერა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზის უბანში ერთ-ერთი ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ხდება ასფალტირება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სანიაღვრები და ცხაურების მოწყობა. ეს უბანი საკმაოდ მჭიდრო დასახლებული უბანია, რომლის სიგრძეა დაახლოებით კილომეტრი და 600 მეტრი და თანხა შეადგენს 2 მილიონ 100.000 ლარს. აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ისრაელი პროექტი ეთება სოფელ ვაზის უბანში, რა თქმა უნდა, მჭიდრო მოსახლეობა სამუბნებში და ხალხიც მაყოფილია და სასიკეთო საქმე გეთდება ჩვენი მერიის დახმარებით და ცენტრალური ბიუჯეტის დახმარებით.